მოსკოვის მილიციამ ამ ხაზეთიდან დევნილი ედუარდ ხურცკაია ცემით მოკლა 19 წლის სტუდენტი რუსეთის დედაქალაქში სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს დააკავეს, აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ის რომ გალიდან დევნილი სტუდენტი რუსმა სამართალდამცველებმა მოკლეს მოსკოვშიც ადასტურებენ. უკვე დააპატიმრეს სამივე მილიციელი, რომელიც ედუარდ ხურცკაიას ცემაში მონაწილეობდა. ხურცკაიას მშობლები თბილისში წყნეთში ცხოვრობენ. მოკლული სტუდენტის გადმოსასვენებლად ქართულმა დიპლომატებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. დაკავებულმა რუსმა სამართალდამცველებმა კი მკვლელობა აღიარეს. სისხლის სამართლის საქმე უფლება მოსილების გადამეტების მუხლით აღიზრდა, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოყვა. აქ დაეწია და ღობესთან მიიმწყდია. შემდეგ დაუწყო ცემა. ის მკერდით ამ ღობეზე დაეცა, მილიციელმა კი წიხლები უტყვა. მილიციის თანამშრომლები აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილების სტატუსით არიან დაკავებულები. ამ დროისათვის მათ წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი წყდება. იკითხებიან თვითმხილველებიც. მოსკოვში მოკლეს ედუარდ ხურცკაია, აფხაზეთიდან დევნილი. ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, ისინი ახლა ჩემთან სამინისტროში არიან. სამინისტრო დაეხმარება გადმოსვენებაში ოჯახს. ყველა ხარჯს სახელმწიფო აიღებს თავის თავზე. რა თქმა უნდა დაკრძალვის ხარჯებსაც. სამმა ნასვამმა პოლიციელმა მოკლა, ცემაში შემოაკვდათ ფაქტიურად.